ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში და როგორც ვიცით, უკვე მსვლელობა დაიწყო დეზერტირების ბაზრიდან სტუმრობის მენდლობის მარშის და ჟანა აკოფაშვილი ყავს ჩართვით ისე. მოგესალმებით ჟანა, დაიწყო მსვლელობა როგორც ვიცით. როგორც ხედავთ. დიახ, დეზერტირების ბაზრის ტერიტორიიდან მსვლელობა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. ამ წუთებში ჩვენ ვიმყოფებით მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის მონაწილეები მსვლელობით მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ. აქ იმყოფებიან სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, მზარეულები, ყველასთვის ცნობილი შეფ-მზარეულები. ეს ადამიანები, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობენ და მაყურებელმაც უკვე მოისმინა, ქუჩაში გამოიყვანა იმ ბრაზმა, რომელიც მათ აწუხებთ, როგორც თავად ამბობენ, რუსულმა რეჟიმმა ქვეყანა დააშორა ევროპულ ოჯახს და საფრთხე ემუქრება ძალიან ბევრ სფეროს და მათ შორის არის ქვეყნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, შეიძლება ითქვას, სტუმარ-მასპინძლობის სფერო. აქ არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, უამრავი ადამიანია მოსული დღევანდელ მარშზე, რომლებიც მიდიან საქართველოს პარლამენტთან. ერთ-ერთი მზარეული დავით ლეჟავა არის ახლა ჩვენთან ერთად. ბატონ დავით, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რომ გითხრათ, ჯერ რომ გვაჩვენოთ რა შინაარსის ბანერი და რატომ ხართ აქ, აი რა ბრაზმა და ასე ვთქვათ, გაბრაზებამ გამოგიყვანეთ ქუჩაში. პირველ რიგში ეს გაბრაზება გამოიწვია ამ ტოტალურად გაყალბებულმა არჩევნებმა და როდესაც რეალური 20% ხმებისაც არ აქვს 54-ს დაიწერ, მიიღებ ამას, ეს არის ხალხის პროტესტი. დაიწყო ქვეყნის გამოღვიძება და იმედია უფრო მეტი ქართველები შემოგვიერთდებიან ამ პროტესტში. ხაი, რა გვაჩვენოთ, რომ გითხრათ ეს, ანუ რატომ ფიქრობთ ასე? ახლა ეგრეც ხდება ამ უზარმაზარი შემოდინებით რუსეთთან, როგორიც არის. ესე იცვლება ყველაფერი, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეიცვლება ასევე ეთნიკური სიტუაცია საქართველოში და ხდებით რუსეთის ერთ-ერთი გუბერნია. ამას არ დაუშვებს ქართველი ხალხი, ხედავთ ყოველდღიურ პროტესტს. კი, ამას არ დაუშვებს. დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ მზარეულ დავით ლეჟავას და გაჩვენებთ ახლა პროტესტის ერთი ნაწილი მოდის ჩემს უკან, ერთი ნაწილი უკვე მიემართება მარჯანიშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ როგორც თქვენც ხედავთ, უამრავი ადამიანია მოსული. სარესტორნო ბიზნესების გარდა აქ არიან რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდებიც, რომლებიც დღევანდელ აქციაზე არიან მოსული. მე შევეცდები, გამარჯობა, რომ გითხრათ, აი თქვენი აქ ყოფნის მიზეზი, ხო, რატომ ხართ, რატომ გამოходით ქუჩაში? ჩვენ გამოვედით, იმიტომ რომ ეხლა არის ზუსტად ის დრო, რომ ყველა სფეროს წარმომადგენელმა კაფეო დააფიქსიროს თავისი პოზიცია და აზრი, რომ არ გსურს გარუსება, ამ რეჟიმს არ დავუთმობთ ამ პატარა ქვეყანას, რომელიც ცნობილი არის ძალიან დიდი გასტრონომიული კულტურის და ჩვენ შეფები, მზარეულები, ჩვენი სუფთა ხელებით წინ წავიყვანთ ამ ქვეყანას ევროპისკენ. თქვენ წილ საქმეს აკეთებთ, რომ პირველია, კი. ყოველ დღე, ყოველ ღამე ვიქნები ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ვერ შეგვაშინებს აბსოლუტურად საერთოდ ვერავინ და არც იფიქროს ვინმე ჩვენი დაშინება ან უკან დახევა. მადლობა. მაყურებელს ვეთყო, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით მოზარდ მაყურებელთა თეატრის მიმდებარედ და უნდა გაჩვენოთ, როგორ უცხადებენ სოლიდარობას ბავშვები, აქ მყოფი მოზარდები, აქციის მონაწილეებს. მანამდეც შეიმჩნეოდა და შესამჩნევიც იყო ის, რომ ქუჩაში მყოფი ადამიანები ავტომობილებიდან, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებდნენ აქციის მონაწილეებს. მაყურებელს გავახსენებ, რომ მთელი ამ 20 დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ რუსულმა რეჟიმმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ევროპასთან ყველანაირ ურთიერთობას და შეჩერებულია მოლაპარაკებების პროცესი, არ დარჩა არც ერთი სფერო, რომელიც ქუჩაში არ გამოვიდა და დღეს თვალსადევნებთ მათგან ერთ-ერთს, სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. დღეს თბილისის ქუჩებში, ისევე როგორც სხვა დღეებში, რამდენიმე პროევროპული მსვლელობა არის დანიშნული, ჩანიშნული, ასე რომ ვთქვათ, ყველა სფერო ქუჩაშია გამოსული. ახლა კონკრეტულად სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები მიემართებიან საქართველოს პარლამენტისკენ, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და
ჩვენ რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში კვლავ დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა, ჟანა აკოფაშვილი იყო სტუმრთა მასწავლებლობის მარშიდან, რომელიც უკვე დაიძრა და მიემართება პარლამენტის მიმართულებით. თუმცა ეს არ არის ერთადერთი მარში, რომელიც დღეს იმართება. ჩვენ მაყურებელს მინდა უთხრა, რომ დღეს 7 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკორპუსიდან დაიწყება მსვლელობა, გაგრძელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართულებით, რაც ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ ვიცით, ესეთი მეგობრული დამოკიდებულება აქვს ერთმანეთის მიმართ ამ ორ უნივერსიტეტს. ეს არის კურსდამთავრებულების და მასწავლებლების ლექტორების მარში და ასევე ძალიან საინტერესოა ის, რომ ამ მარშს ასევე შეუერთებიან ადამიანები, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ ევროპასა და ამერიკაში. ანუ ეს იქნება კურსდამთავრებულების მარში სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და მათ შორის ქვეყნის გარეთ ყოფი ადამიანები, ვინც ქვეყნის გარეთ მიიღეს განათლება. თათა ცოფურაშვილი გვეყოლება ახლა ჩართვით, რომელიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მოგესალმებით, ქალბატონო თათა, მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ ყოველდღურად უყურებთ თუ რა ხდება ქვეყანაში, მე-20 დღე არის უწყვეტი პროტესტის და მართლა აღარ დარჩა უკვე სფერო და სეგმენტი ადამიანებისა, რომლებსაც ხმა არ აუმაღლებიათ ამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი და რისკენ მიგვანიშნებს ეს ყველაფერი ისტორიულად? ხო, ძალიან გადამწყვეტი დღეებია შეიძლება ესე ითქვას საქართველოს ისტორიაში, დღეები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს შესაძლოა 10 წლეულებითაც კი განსაზღვრავს და ეს ძალიან კარგად იგრძნობს საქართველოს მოსახლეობამ, ამაზე მეტყველებს ის რომ მართლა მთელი ქვეყანა დადგა ფეხზე და არ ვიცი, ეს არის შედარებით უფრო 21 საუკუნის დაკვალად შეიძლება ესე ითქვას რაღაცნაირად მოდიფიკაცია, აი რაღაცა ქვეყნის ხელახალი ანექსიისა, ქვეყნის ხელახალი კოლონიზებისა, იმიტომ რომ ჩვენ გამომდინარე იქიდან რომ გავედით უკვე ამ საკონსტიტუციო ჩარჩოდან ქვეყნისა, შეიძლება ითქვას რომ რაღაცა შეუმდგარი სახელმწიფოს მდგომარეობაში აღმოჩნდით და ეს ტურბულენტობა, ეს სახელმწიფოებრიობის კარგვის რისკი არის ის ძალიან ნათელი შეგრძნება, რომელიც მოქალაქეს დღესდღეობით აქვს. დღეს 6 საათზე დასავლური განათლებით ევროპისაკენ აი ეს მარში აიღებს სტარტს ევროკავშირის ოფისთან ჭავჭავაძეზე და შემდეგ ეს მარში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები, რომლებსაც დასავლური განათლება აქვთ და დაბრუნდნენ საქართველოში და ამ ქვეყნის შენებისთვის თითო აგურს დებდნენ, ასეთებს განვეკუთვნები მეც და ამ მარშიდან დავიწყებ მე თავად მსვლელობას. შემდეგ ჩვენ შევუერთდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან მყოფ ადამიანებს, საუნივერსიტეტო საზოგადოებას და შევუერთდებით ამის შემდეგ უკვე თესეუსთან მყოფ, ესე ვთქვათ, ჩვენს კოლეგებს. ასე რომ დღეს ჭავჭავაძეზე, ასე ვთქვათ, ქართული სამოქალაქო საზოგადოება თავის მორიგ სიტყვას ეტყვის, შეიძლება ესე ვთქვათ. კი, ძალიან მნიშვნელოვანია 6 საათზე დაიწყება ეს მარში, როგორც ახსენეთ, ევროკავშირის ოფისიდან და გაგრძელება საბოლოო ჯამში კულმინაცია იქნება პარლამენტთან. თათა, ვინაიდან თქვენ ხართ პროფესორების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასწავლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ილიას მე რა ინფორმაციას ყველაზე ნაკლებად ეხება მსგავსი რა, მაგრამ აი მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვიცით, რომ არსებობს მსგავსი პრობლემა, სადაც ადმინისტრაციის მხრიდან გარკვეულწილად ხდება ამ ადამიანების შებოჭვა, რომლებიც ხმამაღლა აფიქსირებენ საკუთარ აზრს. თუ გაქვთ ინფორმაცია, თუ ისე გრძელდება ამ დღეების განმავლობაში რაიმე ტიპის ზეწოლა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უერთდებიან საპროტესტო მსვლელობებს? იცით რა არის, მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, მაგრამ მე შემიძლია თანამდებობით გითხრათ, თუ რა იქნება უახლოეს მომავალში იმ საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, რომელიც მიიღო ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა, გულისხმობ ამ შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეების კანონში შესულ ცვლილებას, რომელიც ასევე ეხება სიპებსაც და მოგეხსენებათ, საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტები ეს არიან სიპის სტატუსის მქონე იურიდიული პირები. შესაბამისად, ამ კანონში შესული
ცვლილებები, რომელიც ეხება ესე იგი დასაქმებულთა გათავისუფლებასთან დაკავშირებულ ნაწილს, რომელიც ძალიან გაიოლებული და გამარტივებულია ამ შემთხვევაში სახელმწიფოსთვის, შეეხება ასევე სიპებს, ანუ საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტებს და ეს უკვე არის იმთავითვე, ესე ვთქვათ, წნეხი მომავლიდან შეიძლება ესე ვთქვათ, რომლის წინაშეც დადგება ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი და მასში დასაქმებული პირები. თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად შეიძლება იმოქმედოს ამან საჯარო მოხელეებზე, რომლებიც ახლა სიპებში გნებავთ თუ აიპებში თუ უშუალოდ სახელმწიფო უწყებებში არიან დასაქმებულები, თუ ექნება ამას გარკვეული ეფექტი, იმიტომ რომ აქამდე რა რეპრესიული მანქანაც მუშაობდა, შეგვიძლია ვახსენოთ იგი ადმინისტრაციული დაკავებები იქნება, სისხლის სამართლის წესით დაკავებები იქნება, თუ რამეზე ყოველთვის უკუ რეაქციას იღებდა ამჟამინდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა პროტესტს. ეხლა ეს რაღაც ახალი ტალღა არის, მათ შორის ჯარიმების გაათმაგების და კიდე რაღაც გაუგებარი საკანონმდებლო ჩარჩოების შემოტანის, რომ მაქსიმალურად ეს რეპრესიული მანქანა როგორი რეაქცია ექნება ამაზე საზოგადოებას თქვენი შეხედულებით? ხო, ეს არის ეხლა შეიძლება ითქვას, აი გარდამტეხი მომენტი, იმ თვალსაზრისით, თუ კი ჩვენ ახლა არ გვექნება რეაქცია, მაშინ ჩვენ ხვალ გავიღვიძებთ დიქტატურაში, ანუ კონსოლიდირებულ დიქტატურაში. ეს არ იქნება დავუშვათ რაღაც ავტორიტარიზმი, რომელსაც რაღაც ესეთი ტერორის ნიშნები აქვს ან ასე შემდეგ, არამედ ეს იქნება კონსოლიდირებული დიქტატურა, რომელშიც თითოეული ადამიანი აღმოჩნდება სრულიად დაუცველი და მათ შორის, რა თქმა უნდა, საჯარო მოხელეები იქნებიან ერთ-ერთი პირველი ასე ვთქვათ, ფენა, რომელსაც ეს რეპრესიების ტალღა დაარტყავს და ასევე სიპებში დასაქმებული ადამიანები და ზოგადად უნივერსიტეტები, იმიტომ რომ ჩვენ უნივერსიტეტების შესახებ ბოლო პერიოდში ფაქტობრივად ყოველ კვირა გვესმის განცხადება დე ფაქტო პრემიერის მხრიდან, რომ უნივერსიტეტები არის მოსაწესრიგებელი, ხო? ანუ იქ საჭიროა ყურადღება, საჭიროა ცვლილებები, საჭიროა რეფორმა, მათ არ მოსწონთ, ესე ვთქვათ, ის პროტესტის ტალღა, რომელიც ძალიან ბუნებრივად აგორდა სწორედ უნივერსიტეტების მხრიდან, ეს ყოველთვის ასე ხდებოდა, ყველა ქვეყანაში ასე ხდებოდა და საქართველოს უახლეს ისტორიაში ყოველთვის საუნივერსიტეტო სივრცე იყო ხოლმე ყველა პროტესტის ფლაგმანი, ასე რომ ეს ძალიან ბუნებრივი კანონზომიერება და ამაში გასაგები არაფერი არ უნდა იყოს ადამიანებისთვის, რომლებიც დემოკრატიული პარადიგმით აზროვნებენ, მაგრამ ჩვენ დღეს ხელისუფლებაში გვყავს პირები, რომლებისთვისაც სწორედ დემოკრატიული პროცესი და მოვლენების დემოკრატიულ პარადიგმაში განხილვა არის სრულიად უცხო. ასე რომ ერთ-ერთი პირველი დარტყმის ობიექტი გახდება სწორედ აკადემიური სივრცე ამ მოვლენების მომავალი წლიდან შეიძლება თავამაც თქვას. და ბოლო კითხვა მექნება ქალბატონო თათა, ბევრის შეფასებით და მე ვფიქრობ რომ ობიექტურად ამ ვითარებაში ეგრეთ წოდებული ხელისუფლება იმყოფება სპირალში, იმიტომ რომ ფაქტია რომ ამ ტიპის რეპრესიული მანქანის ამუშავება საკუთარი ხალხის მიმართ სხვა არაფერია თუ არა იმ სპირალში შესვლა, რომელიდანაც გამოსავალი მხოლოდ ერთია და მე ვფიქრობ რომ აქ რაღაც სხვა ხელისუფლებას დარჩენილი აღარ აქვს. თქვენი შეფასებით რა უნდა იყოს ყველაზე მთავარი მოთხოვნა ამ საპროტესტო აქციების და რამდენად მიღწევადია ეს? მოთხოვნა უნდა იყოს ქვეყნის საკონსტიტუციო ჩარჩოებში დაბრუნება და შესაბამისად ამითი სახელმწიფოებრიობის დაბრუნება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შეუმდგარი სახელმწიფოს მდგომარეობაში ვართ, რომელიც რა ტიპის არის, უკვე ძალიან რთულია განსაზღვრა, იმიტომ რომ საკონსტიტუციო ჩარჩოდან არის გასული და ამის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები, ხო? კი. ეს ძალიან ხმამაღლა ისმის ყველა პლატფორმაზე და ყველა ადამიანს, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, აბსოლუტურად გააზრებული აქვს ეს, რომ ახალი არჩევნები არის ის, რაც დღეს ქვეყანას სჭირდება. უღრმესი მადლობა ქალბატონო თათა, წარმატებები მინდა გისურვოთ, დაგემშვიდობებით. და შევხვდებით მასზე, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მოთხოვნა, რომელიც ახლა ქალბატონმა თათამაც გააჟღერა და იდეაში ყველა მხრიდან ისმის უკვე, ეს უნდა იყოს უმთავრესი მოთხოვნა, იმიტომ რომ სხვა ყველა მოთხოვნა გამომდინარეობს ამ მთავარი მოთხოვნის შესრულებიდან, იმიტომ რომ წინ გვაქვს ჩვენ ისტორიული და წარსულში მაგალითები თუ როგორ ხდებოდა რაღაც გარკვეული მოთხოვნების შესრულება და შემდგომ ისე ვართ იქ, სადაც ვართ. ამიტომ მთავარია, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ნეიტრალური ცესკოს ადმინისტრაციით, შინაგანთა საქმეთა სამინისტროს და სუსის ადმინისტრაციით ნეიტრალური ცხადია. ამიტომ ამ მოთხოვნიდან არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადაუხვიოთ და ვიდგეთ მედგრად და მხნეთ. მე დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ, შევხვდებით საღამოს რუსთაველზე და ხვალ პირდაპირ ეთერში. მშვიდობიან დღეს გისურვებთ.